გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და დღეს მინდა ვისაუბრო უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან ცდილობენ საქართველოში შემოსვლას და რომლებიც აქ დარიალის ხეობაში იმყოფებიან და 87 ადამიანზეა საუბარი, ხო? რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას იმისა, რომ შემოვიდნენ საქართველოში და გადმოყვეთონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი. Ამას ჩვენი ხელისუფლება იმით ხსნის, რომ ეს 87 ადამიანი არისო მომეტებული საფრთხის მატარებელი იმ თვალსაზრისითო, რომ ისინი არიან ნასამართლები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვისო. ჩემი სუბიექტური აზრი ამასთან დაკავშირებით გახლავთ შემდეგი, რომ სწორედაც აი ეს 87 ადამიანი, 87-ვე თუ არა, მათი უმრავლესობა საქართველოში შემოსვლას ცდილობს და მათი მიზანი არის ის, რომ შემოდგომაზე დაგეგმილონ ამ რაღაცა ხელისუფლების დამხობაში თუ სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობაში მიიღონ მონაწილეობა. ანალოგიურად იღებდნენ მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები 2014 წლის მაიდნის პროცესებში და სწორედ ასე ჩადიოდნენ საქართველოდან ნაცები უკრაინაში და ძალიან სერიოზული როლი ითამაშეს და დიდი წვლილი შეიტანეს 2014 წლის მაიდნის პროცესებში ქართველებმა და კონკრეტულად ნაცებმა და მიხეილ სააკაშვილის შნირებმა და გარემოცვა. იგივეს ცდილობენ დღეს საქართველოში, რომ აი ამ გაბანძებულ და გაკოტრებულ და გაფარჩაკებულ ნაციონალურ მოძრაობას დაახმარონ ცოცხალი ძალები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში ნელ-ნელა უკვე იწყებენ შემოსვლას, რათა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შემოდგომაზე დაგეგმილ აი ამ რაღაცა პროცესებში, რომლებმაც უნდა გამოიწვიოს არეულობა საქართველოში, მონაწილეობა მიიღონ და დაეხმარონ ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში უმართავი პროცესების განხორციელებაში. ეს რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის და ისევ მაედნის მაგალითს რომ დაუბრუნდეთ, უკრაინაში და კონკრეტულად აი ამ მაედნის რევოლუციის პროცესებში არა მხოლოდ ქართველები იყვნენ ჩასული უკრაინელების დასახმარებლად, არამედ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასე რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი ყურადღება და სიფხიზლე მართებს, რომ არ დაუშვას ის, რომ საქართველოში შემოვიდნენ ადამიანები და ის ძალები, რომლებიც ოქტომბერში ლევან ხაბეიშვილის და ნაციონალური მოძრაობის აი ამ გეგმების განხორციელებაში მიეხმარებიან და მონაწილეობას მიიღებენ ამ ქვეყნის ჩამონგრევაში და ჩამოქცევაში. ნაციონალური მოძრაობის პატრონებმა ძალიან კარგად იციან რეალურად, რომ ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე გაბანძებული, გაფარჩაკებული და გაკოტრებულია ამ ქვეყანაში და კარგად ხედავენ, რომ ძალიან უჭირთ ნაციონალურ მოძრაობას იმ რაოდენობა ხალხის გამოყვანა რუსთაველის გამზირზე, რომელი რაოდენობაც ესაჭიროებათ ნაცების პატრონებს იმისათვის, რომ საქართველოში დაამხონ ლეგიტიმური ხელისუფლება და სწორედ ამიტომ არის, რომ აგზავნიან უკვე საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დახელოვნებულები არიან აი ამ რაღაცა აქციებში მონაწილეობებზე და აი ამ რაღაცა ძალადობრივი აქციების გამართვებში. ამ ადამიანებს შესაბამისი კურსები აქვთ გავლილი, შესაბამისი პრაქტიკა აქვთ გავლილი სხვადასხვა ქვეყნებში და რეალურად ძალიან საშიშია ასეთი ადამიანების შემოდინება საქართველოში და პირდაპირ
საქართველოს სახელმწიფოებრიობის ინტერესების წინააღმდეგ არის ამ ადამიანების საქართველოში შემოსვლა მიმართული. შესაბამისად, მიუესალმები საქართველოს ხელისუფლების ამ პოზიციას, რომ არ დაუშვა აი ამ ვიღაცა ადამიანების შემოდინება საქართველოში და რა თქმა უნდა ჯობია რომ საზღვარზევი აღკვეთონ და არ დაუშვან რომ აი ეს ვიღაცა ნეოფაშისტები თუ ვიღაცა დედამოტყნულები რომლებიც არიან რაღაცა გაურკვეველი ნეოლიბერალური იდეოლოგიით მოწამლულები აი ეს რაღაცა ოტპორი რო არის ორგანიზაცია აი ამ ოტპორის და ვიღაცა კმარების და ვიღაცა დედამოტყნულების იდეოლოგიით მოწამლული ადამიანები რა თქმა უნდა არ უნდა შემოუშვას საქართველოში მით უმეტეს მაშინ როცა ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა ღიად და საჯაროდ აცხადებს იმას რომ ოქტომბერში უნდა დაამხონ ქართული ოცნების ლეგიტიმური ხელისუფლება ასე რომ კიდევ ერთხელ მივესალმები ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ აი ამ ვიღაცა ნაძირალებს არ უშვებენ ამ ქვეყანაში და ამით რა თქმა უნდა თავშივე ჩანასახშივე სპობენ იმის შესაძლებლობას რომ აი ეს ვიღაცა ვიგინდარა ნაბოზრები ოქტომბერში გამოვიდნენ და რუსთაველზე მონაწილეობა მიიღონ პროცესებში, იმ პროცესებში, რომელი პროცესებიც მიმართული იქნება ქართული ოცნების ხელისუფლების დამხობისკენ და ბოლო ჯამში ამ ქვეყნის დანგრევისკენ და მოსპობისკენ. აქ ხელისუფლების პოზიციის მესმის მე პირდაპირ ხელისუფლება ვერ აცხადებს იმას ვერ გამოდიან შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და პირდაპირ აი მე რასაც ახლა ვაპარაკობ ამას ასე საჯაროდ ვერ იძახიან და რაღაცა სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ რომ აი თორმე ძიმე და განსაკუთრებით ძიმე დანაშაულებისთვის არიან ვიღაცები ნასამართლები ვიღაცებს რაღაც დოკუმენტაცია არ აქვთ თურმე წესრიგში მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი სუბიექტური აზრი არის ასეთი და მე ასე მჯერა და მე ასე ვიცი, რომ დიახაც სწორედაც რომ ოქტომბერში დაგეგმილი აი ამ რაღაც არეულობის მოწყობაში ხელშესაწყობად უკვე დაიწყეს შემოდინება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების და ორგანიზაციების წარმომადგენლება და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების გავლენის ქვეშ მოქმედმა აგენტურულმა ძალებმა სხვადასხვა ქვეყნების დიახ უკვე დაიწყეს საქართველოში ნელ-ნელა შემოსვლა და შემოდინება რომ ნაციონალურ მოძრაობას დაეხმარონ შემოდგომაზე ქართული ოცნების ხელისუფლების დამხობაში მაგრამ აი ჩააფურთხონ რო იტყვიან ვერაფერი ვერ გამოუვათ რა თქმა უნდა და ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობას ასევე მათ აი ამ ვიღაცა მხარდამჭერებსაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ მიზნით ჩამოდიან საქართველოში, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაუდგნენ გვერდით, მიმართავდი აქედან. თუ ქართული ოცნების ხელისუფლება დაუშვებს იმას, რომ თქვენ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ ნაციონალური მოძრაობის გვერდით დადგეთ ოქტომბერში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და თუ თქვენ ხელისუფლება ვერ გაგცემთ სათანადო პასუხს, მაშინ ქართველი ხალხი გაგცემთ თქვენ სათანადო პასუხს და დედას მოგიტყნავთ აი მაგ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და მე ვეღარ გიშვებთ თქვენ ის რომ აი მე უკრაინის მოქალაქე ვარ და პოლონეთის მოქალაქე ვარ და იმის რაღაცა სერბეთის და ვიღაცების ასე რომ ეს არის ისი თქვაც მინდოდა აი ამ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით რომლებიც შემოსვლას ლამობენ საქართველოში და ვერ შემოდიან და ვფიქრობ რომ სწორად ავხსენი და სწორად გადმოვეცი და გასაგებად გადმოვეცი ის რისი თქმაც მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით